Ministri Irakli Kobakhidze. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები პატივცემულ კოლეგებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ქალბატონებს, ბატონებს, ყველას, ტექნოლოგიური კომპანიების, სტარტაპების წარმომადგენლებს, ჩვენ საზოგადოებას და მართლაც დღეს ღირსშესანიშნავ თარიღს აღნიშნავთ, ეს არის ინოვაციების დაწყების 10 წლისთავი ქვეყანაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებით საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება დაიწყო 10 წლის წინ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ინოვაციური სისტემის მშენებლობა ფაქტიურად ნოლიდან. აქამდე ქვეყანას არ ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკა მიზანმიმართული, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორს მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა. დღეს ჩვენ 10 წლის თავზე მართლაც ბევრი გვაქვს სათქმელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პრეზენტაცია იქნება ძალიან საინტერესო, რომელიც აღწერს როგორც 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, ისე 10 წლის თავზე სიმბოლურია, რომ ჩვენ გვექნება ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ საუბარი. რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, პროდუქტიულობის გაზრდისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ადამიანური რესურსების, ადამიანური კაპიტალის გამოყენების გარეშე მიზანს განვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბების, რა თქმა უნდა, ვერ მივახცევთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. მეც არ გავაგზელებ, მინდა დღევანდელ დღეს სცენაზე მოვიწვია საქართველოს პრემიერი ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც უფრო დეტალურად მოგახსენებთ სახელმწიფოს ხედვის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს შესახებ. გთხოვთ. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმად პატივცემულ სტუმრებს. მინდა იმთავითო მიულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ყველას მოგეხსენებათ, რომ ცოდნაც დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკის განვითარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აქვს ძალიან დიდი განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის. სააგენტოს 10 წლიანი საქმიანობის შედეგები არის ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი. საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაახლოებით 38 მილიონი ლარი დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად ბენეფიციარებმა დააგენერირეს 9 მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3000 ახალი სამუშაო ადგილი და მეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს. სააგენტოს ხარდაჭერით საქართველოს შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი 500 საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც ის ახორციელებს ქართულთან ერთად საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად 2022 წელს საქართველოს შეიქმნა პირველი კერძო ვენჩურული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით. საქართველოს მასშტაბით შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. წელს უკვე მე-10 ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება. ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი ახლოს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება. პირველი, დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ბუნებრივია შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ განათლების, ჟანდაცვის, სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ შეიქმნება სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი.
შემდეგი საკვანძო მიმართულება ფაგები, მოგეხსენებათ, საქართველოს ამ ტექნოლოგიებში არის პიონერი, აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც სოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით. და ბოლოს აგროტექნოლოგიები, აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული, სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართულ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება. მე დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო სააგენტოს ათწლიანი შრომის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო იუბილე. მის მიღწევებს შეაქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლაში, განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებაში. მე მინდა განსაკუთრებულად მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელობას, სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, თითოეული მათგანის წვლილი არის ბუნებრივია განსაკუთრებული და პირადად ჩემი სახელით და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა სამომავლოდაც დაგგვირდეთ თანადგომას, მხარდაჭერას ყველა თქვენს ინიციატივაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. უსმენთ პრემიერ-მინისტრს,